მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. რუსთავი 2 და კომედი გრუპი კიდევ ერთხელ იწყებს ყველაზე მაგარ, ყველაზე ორიგინალურ, ყველაზე გასართობ შოუს გააცინე და მოიგე. წესები ძალიან მარტივია. უმარტივესი, მოდიხართ ჩვენთან გადაცემაში, აღიმებთ, რაცინებ და აღიმებთ ორ ჟიურის წევრს და საკმაოდ სოლიდური თანხით ბრუნდებით სახში. მეტი წესი არ არის. მოდი გადავიდეთ ჩვენს პატივცემულ ჟიურის წევრებზე. ესენი არიან უცვლელი ჟიურის წევრი ნიკოლო ზარაბიძე და თამუნა ლეკვეიშვილი. ყავს სცენაზე მეგობრები. მოგესალმები. ეთილი იყოს თქვენი ფეში, ეთილი იყოს. როგორ მომწონს? სიტყვებიც არ არის. ძვილობის საკითხი რომ მოგესალმეთ თუ არა? ხო, თორე. შინაურები. აი მე პირველად ვარ. ძალიან მომწონს, ლამაზია. ეკრანზე ძალიან ლამაზია. აი გვაპირებ მოშენებას რაღაცეები მინდა დავამატო. ხო. აი ცოტა და ხო. პროექტი გავა. ჯერ არა გვაქვს გადაწყვეტილი ამ საკითხს რომ კამათობ. ჯერ მინდა მივესალმო ჩვენს აუდიტორიას, ჩვენს ტელემაყურებელს. სასიამოვნო რომ კიდევ ხვდებით ერთმანეთს და თამუნა მინდა გითხრა რომ შენ პირველად ახარ ძალიან სასიამოვნო ეს ფაქტიც რა თქმა უნდა. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო. ერთი რამე მინდა გთხოვო კიდე რომ გაითვალისწინო ყველაფერზე, ნუ იცინებ, კი გიხდება სიცილი, მაგრამ მაინც ნუ ვიცინებთ ისე. ანუ რა გამოდის, რომ ეხა ამდენ ხალხში ჭკუას მარიგებ? ჭკუას რატო განიგებ? კეთილი რჩევა. აბა რა არ ვიცი მე სად უნდა გავიცინო, სად არ უნდა გავიცინო და საერთოდ როგორ უნდა მოვიქცენ იქა? ნუ გამისერიოზულებ ძალიან ხო რაღაცა. ძალიან მიყვარხარ და არ მინდა რომ უბრალოდ რაღაცა კონფლიქტი მოვიდდეს. შენ გენაცვალე რა ძალიან ხო რომ ნიკა მართლა არ მინდა რომ გაწყენინო. ეხლა მართლა არ მინდა რომ გაწყენინო თქო და არ გოგო ხარ და საქართველოს გიყურებ. კარგი, თან მე ნუ გადამახტებით ახლა, ხო? მე წამყვანი ვარ თუ ისა, რა ქვია? დავამთავრეთ. მადლობა. ოდის არა ხდება კაცო, რა ვიცი, რა არ ხდება. გთხოვთ დაიკავოთ და არ დაჭამოთ ერთმანეთს. მოგზავნით კარგი კამები, კარგი სტუდია, რა გენაღლებათ? თამუნა მოგწონს ხო აქაური? ძალიან. პირველ რიგში ბატონო გიორგი თუ შეიძლება გადავხედო რა. რა თქმა უნდა გადავხედო. რიგზია ყველაფერი. არის. ერთი ფენოვანია მომირბედია. შვენიერია, სეიფში თანხა არის, როგორც ყოველთვის. ახლა მე მინდა ყურადღება აქეთ, ჩემსკენ გადმოვიდეს, იმიტომ რომ მე მაქვს აქ თელი დანადგარები მაქვს. ესე იგი არის მონიტორი, რომელიც თამუნა შენთვის მაინც ისე მოვყვები, არის მონიტორი, რომელიც აფიქსირებს შენი და ნიკოლოზის სახეებს, ასე რომ ღიმილს ვერ გამომაპარებთ, ძალიანაც რომ გინდოდეთ. არის 3 ღილაკი, ლურჯი, თეთრი და წითელი. ლურჯის დაჭერის შემთხვევაში დრო ჩაირთვება, თეთრი ნიშნავს რომ 1 წუთი ამოიწურა, სამწუხარო ფაქტია და წითელი რომ თქვენ გაგეღიმათ და უნდა გავაჩერო თამაში. ვისთვის როგორ? ჩვენ მხარე ხო? დიახ. ყველაფერი გასაგებია. გასაგებია. მე ვარ მომზადებული მოსული. ვარიგოთ ფული. ზადვა. რა თქმა უნდა. შევიცნი 1 წუთი. პლანგუდ. მაშინ შევეგებოთ ჩვენს მონაწილეს და ეს არის დუეტი დავით მოისწრაფიშვილი და თორნიკე წულუკიძე აპლოდისმენტები. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ჟიური. ჩვენს მოგესალმებიდან და ეხლა რა ხდება? გაიხარით. თუ შეიძლება სანამ დაიწყებთ ჩაგეკითხებით რაღაცას დავით მოისწრაფიშვილი თორნიკე წულუკიძე. დიახ. ნუ ასაკი 21-ზე საქმიანობა ორივეს გიწელიათ მრავალ წერტილი. ერთად მუშაობთ, ესე იგი? კი. თანამშრომლები. მე საერთოდ არ მიწერია დავით მოისწრაფიშვილი. არ გიწერია? არა. მე თქვენთან არ გიქნა. ორი გაქვს. ხო. და ის მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებთ
თანხას და ორივეს ერთნაირად გიწერე მივდივართ ბათუმში. ესე თუ ვერ მოიგეთ რჩებით. და მაგიტომ მოვედით გვეჭქარება. გვეჭქარება და 50 100 ლარი უნდა მივდივართ. ბათუმში მივდივართ. არ შეწუხდით ხუროვებზე ისე გაგატარებდა. ჩემს სახელზე. ხო, ნახევარ თემურით ვეცდებით რომ 50 ლარამდე მაინც მოვიგოთ. აი კარგი. მაშინ მე მოდი წესები დაგეხმარებით. ხო, წესებს აგიხსნით. გისმენთ? ბიჭებო, თქვენ გაქვთ 5 წუთი. პირველი წუთი არის თქვენი სანატრელი 50 ლარი, მეორე წუთი რატომაც არა და 100 ლარი, მესამე წუთი რატომაც არა და 200 ლარი, მეოთხე 400 და 1000 ლარი არის მეხუთე წუთი. რატომაც არა 1000 დაბრუნება არ ჯობია უკან? დიახ. მაგრამ არის ერთი მაგრამ თქვენ თუ მოგებული წუთის შემდეგ გააგრძელებთ თამაშს და ვეღარ გააღიმებთ ჩვენ ჟიურის წევრებს, დაკარგავთ თანხას. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში გაწყვიტოთ თამაში მოგებულ წუთზე და წახვიდეთ ბათუმში იქნება საჩხერე სადაც გინდათ. წესები მარტივია. გასაგებია. ზადვართ. ბიჭებო, მე მოგებას გისურვებთ, ჟიურის წევრები მომემზადეთ. 1 2 და 3. პირველი სიტუაცია თამუნა ლეკვეიშვილი უკრავს პიანინოს. კარგია? აი ამ გადაცემას გააცინე და მოიგეს, რომ ერქვას დაამტკნარე და მოიგე. Yes. მივდივარ ბათუმში. ისევ თამუნა ლეკვეიშვილის. არაბიძე, რაღაც ნოსტალგიური ღიმილი იყო შესაძეზე. არც თქვათ ღიმილი იყო, მაგრამ თან იყო. რას ნიშნავს ეს? რაზე გაიცი? რა იყო ეს? ვისე ლაპარაკი? მე ჩემზია. შენ გაიღიმაო. შემიძლია გავამეორო კაცო. რანგაც არა, შეიძლება მე არ გამორიცხავ რომ გამეგიმა. ანუ რაზე გაგეღიმა? მართლა ღიმილი მაინტერესებს. რაზე გაგეღიმა? ახლობელი. არა, ეს 50 ლარზე გავიღიმე უეჭველი. ხო. რომ თქვა მე რომ არ დარჩენ ბიჭები ჩემი გაუღიმებლობის გამო წაუსვლელები. იცი რაში ასე. კეთილი ადამიანი ყოფილ ხარ ნიკო. არენდოთ. ჯობია მე მგონი წახვიდეთ, იმიტომ რომ ასე აღარ გაგიცინებთ და დაკარგავთ. არც თამუნას არენდოთ, მეგობრებო. მე აქ მე თქვენსკენ ვარ, მეგობრებო. შემდეგი მაგძელოთ. აი, ხიფში შესვლა რას ნიშნავს, მეგობრებო? 100 ლარზე თამაშობთ, აპლოდისმენტები. მოგეზადოთ 1 2 და 3. ისევ თამუნა ლეკვეიშვილთან, ანუ თამუნა ლეკვეიშვილი ნახულობს დიდი ხნის უნახავ მეგობარს. თუ ეს ვეღარ გავიგე ორი ვერსია მაქვს. ამ წუთში ნებისმიერ შემთხვევაში მარტო. მოიცა ავიხსენით რა ბიჭო. ეს გრძელდება ხუნობა და შემდეგ ეტაპზე არა, გავაგზავნე. ჯერ ეს უნდა გავაკეთო. აგიდა გაწევდება ვაცალე. არა, ანუ შემდეგ რაუნდში თუ ამთავრებთ. შემდეგ რაუნდში ვაგრძელებთ ამ ხო და ხუნობას. მანამდე მაცადეთ, კაცო, კითხვა მაქვს. ეს იყო თამრა რა გაინტერესებს? ანუ ეგ მაინტერესებს. მაცადეო ადამიანი ამბობს, მაცადეო. მოდი ვნახოთ რა იქნება. გაგიფუჭეთ შუტკა. რა იქნება შემდეგში. ანუ აგძელებენ. ხო, ვაგრძელებთ 200 ლარზე ვთამაშობ. მოდი მარტივად რო იყოს. 1 წუთი მეგობრებო, 1 2 და 3. ანუ ესე მთავრდებოდა. შემდეგი სიტუაცია რიგითი ქუთაისელი ბანკში. გამარჯობა, დაი. გამარჯობათ. ერთი მოხოდილის კრედიტი მინდა. მოხოდილი. სახელი და გვარი სწრაფად. სოსოია, მოგიგდებს ეგრევე. სოსოია. თქვენ ხართ ჩავსიაში, გენაცვალე? შავსიაში ვარ. დიახ. ისწავლეთ ხალხის დაფასება. შემდეგ გუნდა წამებ. ამები გარ ბათუმში. ეხლა გნახოთ ბათუმში როგორ ისწორებენ კალგოტკას. გოგონები. აი კორექტირება იყო. მივდივარ ბათუმში მივდივარ. აი გამომივიდა. ძალიან დიდი ბოდიში, ვერ მივხვდი. ბეცმა და მაგაზე გამეცინა, ამიხსენე. ვერ მაშინ ესეთი ხუმრობები გვაქვს, რომ ვერ მიხვდებით და რა თქმა გავიცინო თუ ვერ მივხვდები. ანუ აი ახლა ხო გაგეცინა. ძალიან გითხოთ ამიხსენე. აი აი ესე, ამ დროს რა რას ხდება? ანუ ეს ადის აქ. უთი? ბათუმში ზოგადად ამდის.
ეხა მივხვდი. ანუ მოთ მე რო ვისწორებ ეგრე არ ხდება ხოლმე ხო ხდებით ან სხვანაირად არის. შვენიერი თქვენ გაქვთ მეგობრებო 200 ლარი. ისე კარგად მიდიხართ რომ ბარემ 400-იც და ეგ არის მარშრუტკა გადის. თუ ბოინგი უკვე რა 400 ლარი შეიძლება. აგრძელებ? ავიდე. არა. აგრძელებ? დააღირს ამბათუმზე ბილეთი გამაგებიეთ თორე. მაშინ ბიჭებო რა გადავწყვეტე? 200 ლარი. წავალ. ალბათ დაგემშვიდობებით. კარგად იყავით. ნუ მაშინ აპლოდისმენტი. განსახურებული 200 ლარი, მაგრამ ერთი ოფისი რაღაცა რეზუმე ხო არ გავუკეთოთ? იცი რა, მე არ მომეწონა ეს პირველი ხუმრობა. ხო, აი, ვითომ რომ გამორთეს ესა, რო ავწიე ხელები და მაინც უკრავდა. ანუ რა იყო? ფონოგრამა იყო, არ ინერვიულოთ, ფონოგრამა იყო და ანუ ფონოგრამაზე უკრავ მე. ხუმრობი, ენაცალეთ. ხედავ, სხვათა შორის ქალბატონ თამარს ის კონსერვატორია აქვს დამთავრებული. საკომპოზიტორო. საკომპოზიტორო. ძალიან კარგი. და ახლა რა დათმია მუზა მე ორ გამიგო ის კარგია. ეს მომწონს. ეგ არისო ფონოგრამა. ნუ მაშინ გამოვიხსენე 5 მილი 200 ლარი. აპლოდისმენტების თანხლებით გადავწყვეტ 200 ლარი. მოწად ეხა გაიქეც გადავიდე. კარგად იყავ. მედრიერად იმზადეთ. მადლობა. ესე იგი ძალიან კარგი იუმორისტული გადაცემა შეემატა საქართველოს. მოხარული ვართ. სიამოვნებს და მოვიგეთ 200 ლარი. ვართ იმით, რომ ბათუმში ბრუნდებით. 200 ლარი გვაქვს და მივდივართ ბათუმში. კარგად მზადდებოდეთ. კარგად. შვენიერი, აჭარული იუმორი, შვენიერი. რაღაცა ხიარმა ბიჭები იყვნენ. შემდეგი მონაწილე. აბა. ეს არის კახა სიორიძე აპლოდისმენტებით. ვაიმე! მიგუშა არაბიზეზე ვეცები. და თამონაზე ვაფრე. არც მე თუ ვიტყვი ვარ ჩემ შექებაზე. მადლობა. როგორ ახლა ბატონო კახა? მოგესალმებით ბატონო. კახა. ბატონო კახა. მე არავინ არ მეკონტაქტებს საერთოდ. ასე კი 51 წლის. აუ. და რა იყო, რამე პრობლემაა? აი ესე გიწერია. ხო არა შემოვსებინეს. გვატავება. თამულა არ გინდა შენ ახლა ნუ დაუძაბავ. არ დავძაბო? ადამიან ხო მაინც. ესე იგი მასწავლებელი მზადებით მათემატიკის კახა მასივარო. და რა გყავდა არაბიძე მათემატიკაში? თუ გინდა მოვალ და მაგ კურსში მითხარი. კითხვა. მე GPA მაქვს დამთავრებული. შესაბამისად ჩავაბარე ქიმია, ბიოლოგია, ზოოლოგია და ნუ და ძალიან საინტერესო ისა გაქვთ რა ქვია მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებთ აღარ ვალებს გადავიხდი მაგრამ ესაც ჩაულებროთ კერწერია ვალებს გადავიხდი ყოფნა არ ყოფნა ესე დარწმუნებული კი არ არის აქტუარო ვალი მაგრამ რო გადაიხდის თავარი ეს არის მოსადინებული არის ძალიან კარგი მათემატიკოსიო აი მათემატიკაში რაღაცას მოვყვები რა პატარა ჩემი ცხოვრებიდან ისტორია ყურადღებით გისმენთ მომძალ დამძალ თუ გაგვეცინება არა აქედან არა მასწავლებელი მყავდა მათემატიკის ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო და მასწავლიდა ნუ ალგებრას და გეომეტრიას როცა იყო სტუმრად ჩვენთან და მოისმენდა ჩემს ახალ სიმღერას რამეს მეორე დღეს მიწერდა ალგებრაში 5-იანს და გეომეტრიაში 5-იანს და ესე ხუთები მყავდა მე მათემატიკაში ალგებრაში კი გეომეტრიაში რა მომეცით ფული 50 ლარი აგრძელებთ რატომ მე არ ვიცოდი ბავშვობაში რამე დაკვრა ხო აი ესე სიმღერის მათემატიკაში და ამან გადააწყვეტე კონსერტო კარგით შეგვიძლია დავიწყოთ წესები ვიცით ხო წესები ვიცით წესები ვიცით მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ შეგვიძლია დავიწყოთ 1 2 და 3 გამარჯობათ მე ვარ კოჭლი ზურაბა მე გადავფხიკე იღბლიანი დარტყმის ბილეთი და მოვიტეხეთ ითი მერე მე გადავფხიკე იღბლიანი დარტყმის მეორე ბილეთი და მოვიტეხე მეორე თითი შენ ძამას თუ რამდენი ბილეთი გადავფხიკე ერთი სულ მე გადავფხიკე იღბლიანი დარტყმის 11 ბილეთი კი მაგრამ 11 რაფერ იმიტომაცა ვარ კოჭლი ზურაბა განცხადება ციხის კედლის გაზეთში ცვლი ორ ადგილიან კოიკას პარაშასთან ერთ ადგილიან კოიკაზე ფანჯარასთან ახლოს იკითხეთ ნასეთკა სიტუაცია დედოფალი სემირამიდა ეჩხუბება ბახმელიაზე ვეღარ ვასწრებ ასწრებთ რა ხდება სიტუაცია საღორეში შეჩერდი გრიპი მას
ექსტრემალური გამოსავალი, საღორე. შვენიერია, გადახვედით. ამას მოვიხსენე, ხო? თუ გნებავთ მოიხსენით. სიტუაციაზე გაგვეცინა, როგორ? საღორეზე. თავი დაიწყო სემირამიდა, ხო? მინდო და სემირამიდა, იმასაც გეტყვით. კარგია. ესე იგი, თქვენ მოიგეთ 50 ლარი. შვენიერია, ხო არ დაგეხმაროთ? ყოფილი იყო, კაცო, გიხდებოდა. ეხლა ვაგზელებთ თამაშს? ვაგზელებთ. არის საშიშროება, რომ დავკარგოთ ეს 50 ლარი, რომელიც მოვიგეთ. არ არის არ გვეშინია. ძალიან კარგი. მზად ვარ? ძალიან თარიღი არ არის საშიშროება. არის საშიშროება? არა. 1, 2 და 3. თანამედროვე კახური ანდაზა. Always ultramat ხო? მე და არწივს ფრთები რო გვაქვს, ისეც ნუ რავინ დაეკვეხნისო. სიტუაცია რაიონის სკოლაში 2030 წელს, ანუ ახლოს მომავალში. არაბიძე ეთრიე, გარეთ გეეთრიე და სანამ ადვოკატს არ მეიყვან სკოლაში არ მეეთრიო. სიტუაცია ამერიკელმა გასინჯა ფელამუში. Oh, very good. გემრიელია როგორც ფელამუშის ორბიტი. საეჭვო შეკითხვა. აუ, ნიკუ, შიცი ქათმის გრიპის სქესობრივი გზით გადადის? უაზრო შეკითხვა. შვილო, ეს გზა რომში მიმიყვანს? შეცდომა. ბიძია ჯონსონ. უთხარით რა დედიკოს ნუხმარობს ჩემ შამპუნს. სწორია. ბიძია სიკო. უთხარით. მე ვამბობ საშიშროება. არა უშავს. ვიდანიჯერ? მე ხომ ვამბობ, მაგრამ აპლოდისმენტები, მაინც. საწუხაროდ თქვენ ვერ მოასწარით, დარწმუნებული ვარ სასაცილო იქნებოდა, უბრალოდ დრო არ გეყოთ. რა სიტყვით? აი საღორეზე რო გაგეგრძელებინათ, ძალიან მაინტერესებდა. იქ რა ხდებოდა საღორეში? სიტუაცია საღორეში. შეჩერდი გრიპი მაქვს. უპასეთ კარგად კისკისებ. აი დრო გეთქვა შეიძლება გამღიმებოდა იქ. იყო შანსი. არა სიტყვით, იყო შანსი. ნუ მე ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულე. მე ვთქვი სახიფათოა თქო, იქნებ 50 ლარი ავიღოთ და წავიდეთ თქო, მაგრამ მე მაინც დიდ მადლობას გიხდი და აპლოდისმენტების. მადლობა თქვენ. ძალიან კარგი პროექტია, გადასარევი პროექტია. პირველ რიგში აი რაც ადამიანს შეუშლის ხელს, ეს არის ველვარება და ამიტომ ყველას ურჩევ, ვინც მოვა აქ სათამაშოდ, ნუ ინერვიულებ ნუ რაფერზე. აი მე მღელვარებამ შემიშალა მაგალითად ხელი რა. და ამიტომ ყველას წარმატებას უსურვებ და რა ვიცი. მაინც კმაყოფილი ვარ თამაშით. შემდეგი მონაწილე გიორგი გოგილიძე. გამარჯობა. გიორგი 19 წლის. შეკითხვები? შენთან რატო აკლებენ? შენთან 19 წლის წერია. ჩემთანაც. მე 18 გავიგოთ. არა, 19. საქმიანობა გიწერიათ უსაქმური ილუზიონისტი. უსაქმური ძმები. ჰობი, ფეხბურთის სიმღერა ცეკვა დაკვრა ილუზიონისტი. სახში როგორ ახართ? კარგად, ილუზიონისტი. კი. და მოგები შემთხვევაში გადავიხდი ძმის სწავლის სულს. როგორ მიყვარს ესეთი ახალგაზრდები? მეც. კეთილი ილუზიონისტი. ძმას. კეთილი ილუზიონისტი ვარ. კეთილი. მაშინ ბატონო ილუზიის მაგისტროს დავიწყოთ. არა, ჯერ ერთ ფოკუსს გაკეთებთ. უფასოდ? ფოკუსებს გვიკეთებ. ხო. თქვენი ნება? უფასოდ რამდენი გიდეთ? ანუ მე შემიძლია გავაკეთო და გავაჩინო კლონი. რა გააჩინო? კლონი. სერიალი რო იყო ადრე? ის ბავშვი გახსოვს შენ? რაღაც მახსოვს. შენი ბავშვი ჩემი. მოდი. შენი კლონი? თქვენი კლონი. თქვენი კლონი. არა, მოდი ისევ ჩემ კლონს გავაჩინო. აბა ვნახოთ. ისე საინტერესო იქნება ჩემი კლონი. აბრაკადაბრა. აბრაკადაბრა. კლონი არ არის, მე ვიხდი ძმა. სხვადასხვანაირი შარვალი და ფეხსაცმელები აცვიათ, ხო ზუსტად არ გვაქვს მაგდენი. ხო,
რა მოვიგებ მე? მე აგარო ვიცხადებია მეორე ნახევარი დუეტის და იქნებ მაშინ თავად გამოაცხადოთ სახელი. მივხვდით კაცო. ნიკოლოზ გოგილიძე. ნიკოლოზ შვენიერი. გოგილიძე. კეთილი 19 წლის და 9 თვის. 18 წლის და 9 თვის. რომელი უფრო უპროსი რომელი ზამდები? ეს. ეგრევე. მეუნებოდი რომ მიაწევ და აი პირველი გამოვიდა უპროსი რომ. იმიტომ. ესე იგი, მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას, ესე გიორგი იყენებს გადავიხდით ძმის სწავლის ფულს. მე ეგოისტი ვარ. და მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებს ნიკოლოზი ფულს? გიტარას მიყიდი. ამას ვაიდავაც კარაიდას სწავლა. ის აზრებს უპროსი. უპროსია და იმიტომ. ჩემთან როგორ წერე? საქმიანობაში ნახე რა წერე. გიტარას გიყიდი. გიყიდი. მე მყიდულობ. 1000 თუ მომაგებინე ვიყიდ. საქმიანობაში უწერია. 2000-იანი გიტარა როგორ წოს? ორჯერ მოდი. ნაირად შეგახტევთან. ებატო. სწავლა გართობა საქმიანობაში წერია. სწავლა გართობა ფეხბურთის თამაში დალევა ალკოჰოლის. საქმიანობაა ესა? ვითომ? ალკოჰოლის დალევა საქართველოს ფეხბურთის ფან-კლუბის წევრი. ბევრ ადგილზე მუში ხელფასი სერიოზული გეკრება. და კაი ნერვები გაქვს კიდე. ფან-კლუბის წევრი თუ ხარ. შეგვიძლია დავიწყოთ. ძმებო, ტყუპებო, ილუზიონისტებო. არა მე. ყოფილო, მხოლოდ ერთო ილუზიონისტო და მისო კლონო. წესები ვიცით, ხო? შვენიერი, მაშინ მზად ვართ რომ დავიწყოთ. 1 მოემზადეთ, 2 უფრო მოემზადეთ, 3. ჩვენ ვართ ტყუპები, ყველაზე ორიგინალურები, განსხვავებულები. მე გიორგი გოგილიძე ვარ და თბილისში დავიბადე. მე ნიკოლოზ ბერიძე ვარ და ქუთაისში დავიბადე. მე ბევრი მევალე მყავს. მე შესაბამისად მორბენალი გამოვედი. მე ხშირად ვღალატობდი ჩემს შეყვარებულებს. მე კი ხშირად ვიყავი ამის შედეგი ნაცი. გუში სახში ისეთი მთვრალი მივედი, ჩემს ძავს ვეხუტებოდი, ვენაცვალე, მაგას სიყვარულია უხსენ. შეუბედურ ეგ მე კი არა, სარკე იყო ეს დალეწიმილეწილია. ეგ კი არა, რომ მოხვედი აქ, ვერ გაისწორეთ, მე ვიან წესი არ მოსულიყავი რა. ეხა სადუშაო ბიჭო, მოიხედე აქეთ. იგავ, გაგეცა და შეკარგი მილი. გაგეცა. ნუ, კარგი რა. მე შეუყურებდი. არც მე ვიტყოდი ერთ ტყუპ ძმაზე ისე ვარ სიგანთე რა გეცხათ. ორი. დიდი ფუფუნება. აბა, დიდი ფუფუნება ამ შვენიერი. ბიჭებო, გილოცავ, თქვენ გაქვთ 50 ლარი. აპლოდისმენტები. მე მაინტერესებს. ვაგრძელებთ ბრძოლას. კი, გვეყოფა ჯისებისთვის. არა, ბიჭო, ზურია, არა. ანუ 100 ლარზე ვაგრძელებთ თამაშს. ხო, მაშინ 1, 2 და 3. წამი. მოდი ვნახოთ სიტუაცია გეების სხვადასხვა ქვეყნებში. გეები რუსეთში. კაგდელა მაიმაჯიკ მიკროსოფტი კაგდელა. მოდი ვნახოთ სიტუაცია საქართველოში გეები. ვა, ხარ, ჩემი ძმა. შეგინას. მებია შენი რა ვარ? ის რა ვაკავ, შორეულ ნათესავ. შეგენას. პაპა შენი რა ვარ? პაპა შენი. გარდარი, კატო. შენი რა როგორა? გაიტ, მოყდი კაცი. რაზე გაგეცინა თუ შეიძლება მე მაინც. ბებია შენზე მაგალითად. მაგარიბზე. ბებია ჩემი რა შუაში იყო. არა, მაგაზე ხო ჩვენ სულ ვიცი. რაზე გიცინებათ? ძალიან მაგარი, ნუ, სერიოზული მოკითხვები რო აქვთ ერთმანეთის. ხო, ეგ ნამდვილად სასაცილოა. ანუ მოკითხვა, რა შვები, როგორ ხარ? შენი ძმა როგორ არის? ხო შეიძლება კითხო, ან რაღაცი ძმაკაცი. ბებია მოწონს და ბებია შენი როგორ არის? მაგაზე კითხე. ბებია შენი. ბატონო, გასაგები. შვენიერი 100 ლარი თქვენია. ძალიან კარგი. წინ არის მესამე წუთი 200 ლარი. რას ვაკეთებთ, აბა? თამაშობთ. ძალიან კარგი, აპლოდისმენტები. 1 2 და 3. ჩემ მშობლებმა ცეკვაზე შეგვიყვანეს. ტუშ. არა, შენ არა, მე შემიყვანეს. მაგარი. აია. რატო არის? მომეწონა. ნუ რაზე გაგეცინათ თქო შეკითხვას აღარ დავსვათ. გასაგებია. ისე იმის ცეკვა მაინტერესებდა, რომელიც შეიყვანეს. რომელიც შეიყვანეს. ეს სერიოზულად ცეკვა და არ იყო. ეს გასაგებია, ის რა იქნებოდა წარმოიდგინე. კარგი იყო. 200 ლარი თქვენია ბიჭებო. გილოცავთ აპლოდისმენტები, დამსახურებული 200 ლარი.
დარჩა 2 წუთი. ეს არის ნახევარფინალი 400 ლარიანი და ფინალი 1000 ლარი. რა შეგვიძლია ბიჭებო, თამაშობ? ერთი წამი. არა, მანამდე მე ვიტყვი შენ ესე იგი ჯინსების ფულს აგროვებენ თან? არა, გიტარა მარა რა ვიცი. არა, ჯინსები გვინდა უცაგან ხო ამბობდი 50 ლარი ვერ ვიყიდით ჯინსებს. ესე აქ ტყუილი დაწერეს. გიტარას ვიყიდით, სწავლისთვის დაივიწყე. არა, დაგვიწუნეს ჯინსები და ჩაცმულობა თორე ხა. არა, დაგვიწუნეს სხვადასხვა. არა, ბავშვებო, არ შეგეშალოთ. ხა მე რა ვთქვი. დათხრობ. თუ გინდა დაგაცდით ერთი 10 წამი, არ არის. ახლა წერე. დავაწყოთ. შვენიერი, 1 ვაგზელებ? დიახაც. 1, 2 და 3. ეს გახდა სიტუაცია ენერგეტიკის სამინისტროში კასტინგზე. მოდი ვნახოთ დაბოლილი ტყუპები. აუ ბიჭო, მაგრამ ვაი. აუ რას გავხარტო? ვისეუნები შენ რას გავხარ? მე? ტყუპები ვარტო? სადის არ გაიშაიხებ? გამახინჯი. შენ აუ. მოდი ვიბზრიალოთ რა. აუ, მაიც ეხა რომელი მარ მე? აუ, ეხა რა გაჩე. რომელი ვარ მე? შვენიერი, რომელი ვარ მე? კარგი იყო. 400 ლარიც თქვენია. ნახევარფინალი ესე გადავარდეთ. 400 ლარი. საფინალო წუთზეა ლაპარაკი 400 ლარზე. არა? არა. ან ჩემი არა სხვა იყო, ანუ არა. ერთი გიტარას ვერ ყიდულობენ, ანუ ჯინსებს ყიდულობენ, კიდე რა იყო? სწავლის ნაწილებს გრიფს სიმების. სიმებს იღებს. ანუ არ ვაგრძელებთ? არა. დაგევშიდობებით, მაგრამ ძალიან საინტერესო და საინტერესო კიდევ გესტუმრობთ ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. თელქია უბრალოდ ორი გვეჩვენება. კი ბატონო, კი და ძალიან კარგი იყო მესმოვეწონა. და ერთმანეთს რო გავხართ, ბევრი საშუალებას იძლევა ეს რო უკეთესი იუმორისტული ნომრები გააკეთოთ და ჩვენ ვიმედოვნებთ რომ თქვენ არაერთხელ მოხვდებით ჩვენს გადაცემაში. ნამდვილად. აპლოდისმენტები 400 ლარი ჩვენი. მეორე თანამოვიდეს გააკონტროლე მაინც. ეს ილუზიონისტი არ მომიტეხო. იცოდე მომტანე ძმას. დაბსახული 400 ლარი. მადლობა ბიჭებო, კარგად გაგრძელოთ. ძალიან მოგვეწონა ეს პროექტი, ძალიან კარგი პროექტი არის, ვინც ხუმრობდა რაღაც ბევრ ფულს მოიგებს, მაგრამ ორი ხუმრობა გქონდა რაღაც და არ გვეყოფოდა ნამდვილად და ამიტომ ვარჩიეთ რომ შეგვეწყვეტა 400 ლარზე და ჯინსებისთვის გვეყოფა, ხო მგონი? კი. ჩვენი შემდეგი ჩვენი მონაწილე არის დათო კვინტრაძე. აპლოდისმენტები. კარგად. როგორ ნახა ნიკა? მადლობს, თქვენ როგორ ახართ? კარგად. ბიოქში მოგესალმებით. როგორ ახართ? კარგად, თქვენ. სანამ საუბარს დავიწყებთ, მინდა მადლობა გადავუხადოთ ჩემ მეგობარ ვახოს, რომ არა ეს ადამიანი აქ არ ვიქნებოდი, თქვენ მხურვალეტაშია თქმა უნდა. მადლობა ვახოს. გასაგებია. ჩემ მეგობარ. არა, რო იგებენ ხოლმე ოსკარს, მე ხო ამბობენ მადლობა ამას მე გავუსწარ მოვლენებს და გამიგერა. ანუ დარწმუნებული ფული მიაქვს. და მადლობა თქვა წინა. ეს არის რეკვიზიტი ალბათ, ხო, რაც გაცვია. ცოტათი. ლოყაზე რა არის? რეკვიზიტი. რეკვიზიტია. ნაცრობაზე ვიყავ ბავშვის და ეს უცბად საცხოვრებელი ადგილი სამტრედია ჯერჯერობით. ჯერჯერობით. გააჩნი რამდენს მოვიგებ. მერე იქნება ქუთაისი ჯერჯერობით. ალბათ. თერჯოლაზე ჯერჯერობით, ზესტაფონი ჯერჯერობით. რატო გადავწყვიტე რომ აქეთ მოდის ეს ადამიანი იქნება იქეთ მიდის. აბაშა ჯერჯერობით, ზუგდიდი ჯერჯერობით. თქვენ გვატიჟებთ სამტრედიაში ბატონო ნიკოლოს. მე რატო არ დაწიჟებ? რა მე რა დავაშავ. შენ თქვენ როგორ დავატიჟებთ წამდები? უკვე. ესე იგი საქმიანობა
გიწერიათ რომ ამჟამად არ მუშაობთ ტკბები ამ ლამაზი ცხოვრებით. კი გენაცვალი. თქვენი ჰუმორი ტკბები ყოველ შაბათ-კვირას შემონიკა. და ჰობი შემდეგი საქმიანობა ხო ტკბებით ლამაზი ცხოვრებით. შემდეგ გიწერიათ ჰობი მაქვს წერ ხუმრობებს თქვენ ცნობილი ადამიანს ასევე კომედი შოუს სახეობებს. მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებთ თანხას? ძირითადად ამ ხანს რა თქმა უნდა ვალებში გაჩვენ რამოდენმე ვალებს გავისტურებ. ესე ამას რო წერდით სადაიკიდეთ ასე უცებ ვალები. აგერ ლამაზი ცხოვრებით ტკბებით და აგერ ვალებს უცებ. ასე უცებ სადიზეს ან აკითხოება ან აკითხოება. უცებ. თუ არ მუშაობ, როგორ ტკბები, ლამაზი ცხოვრება? ტკბები. ჩემი საიდუმლო მაქვს თან, კი? ძალიან კარგი. ძალიან სასიამოვნოა. კიდე მაქვს ერთი ისა გისმენთ? ჰობი. ერთი რა მაინტერესებდა. ეს თქვენ ხელში შევამჩნიე ბეჭედი ქალბატონო თამუნა. ავტო კროსი არის, ხო? კი, ბაჯაღლა უფრო. ატო რიცი, აქედან სპინდისფერი გადაკავს ამიგე? აქედან. სპილენძის ამოვლებული არ ვეუბნები. ულამაზესია. ეთერში კი არ უნდა თქვა ყველაფერი. აჰა. აი, ისა, ჰობი მაქვს წერ ხუმრობებს ცნობილ ადამიანებზე, ასევე კომედი შოუს მსახიობებზე. ანუ რას ამბობ ამით შენ? კომედი შოუს მსახიობები ცნობილი ადამიანები არ არიან, ნიკა? ჩააკვირდის ადამიანებს. ჩემი ხალხით ეხა ნიკა. ვარო ჯავახიშვილი ნიკა. მზადხარ, ხო? ერთი წუთი? ნუ მეგობრებო, ხომ ჯერ დალიეთ? როგორ გვაკონტროლებს? ეს ცხროდა, მაგრამ არა უშავს. ისა. ხორობებს წერ, ხორობები მაქვს ცნობილ ადამიანებზე მეგობრებო, ასევე პატარა მინისცენები, ასევე გადაჭრები მექნება, გამიგე? გადაჭრები. რას ნიშნავს? მოულოდნელად. რას გადაიჭრა? რამოდენიმე ხუმრობა და შემდეგ გადასვლები, გადმოსვლები, ასე. შემიძლია დავიწყო. ერთი წამი კიდე? კი, არ არის პრობლემა. ერთი წამი მეგობარო. რა გიწევია? არის ხო მაგლება? ვიწყებთ. ერთი, ორი და სამი. ვანო ჯავახიშვილი სიმღერა თავი აქვს ტურისტებს, ეს ტურისტებს ბათუმში ეშმაკის ბორბალი ეგონათ. მიშანდულად ისეთი გადაძირით მაქვს, ჩიტები ბუდესმის თავზე აკეთებენ მეგობრებო. ჩაინიკას რომ მოშივდება, მაღაზიაში პოს კვადრატობით ყიდულობს. დიმა უბრალოდ ისეთი შავია სოლარიუმში დაიკარგა. ნინო ხოშტარი ესეთი სუსტია, ჰაეროვაკოსას უგზავნის ფიტოების ანთება ემართება. მარიკო ლეჟავა ესეთი მაღალია, შეყვარებულა პირველად ბალკონიდან აკოცა. ოპა. ეს ეხლა ხდება ეხლა. უკაცრავად ესეც დამჭირ. უხდება რა შავს. ბატონო ნიკოლოზ, რამის ხობარი. რაზე გამეცინა, ალბათ გაინტერესებთ რაზე გაგვეცინა. ვიცი და იგივე რაღაცაზე გაგვეცინა, ხო? კი, მე მგონი. აი ამაზე. ინტონაციაზე. ინტონაციაზე გაგვეცინა. ხო. მე პირადად და მე დამახსოვრებული სიცილი მქონდა დიმა ობოლაძე რომ სოლარიუმში დაიკარგა. ისეთი შავია. ხო სოლარიუმში დაიკარგა. სხვათა შორის ამ ინტონაციამ 50 ლარი მოგაგებინა. აპლოდისმენტები. კარგი დასაწყისია. მე მაინტერესებს რასაპირებ აგძელებ მოღვაწეობას. ფიქრობდი მაღაზე ახალგაზრდა ეხა დაფიქრები. დიახ. ახალგაზრდაო შეგ. დიახ. ეხლა დაფიქრები. ბიზა ჩემო რა გადაწყვიტეთ შეიძლება არ ეხლა მეგობარო მოქალაქე ეხლა რა ხდება? ბაგრძელებთ? ერთი წამი. აცადი, ჩახეთ აი რა იყო? ოჯახურ დილას გიღვღოთ, მაგრამ ერთი წუთი თუ შეიძლება მეგობრებო. ეხლა რა ხდება მეგობრებო, გარკვეულება მივიღე სხვათა შორის. მე მოვედი აქ, რადგან ვალები მაქვს, მაგრამ ეხლა იმდენი ვალი მაქვს, რომ ეს 50 ლარიანი უნდა გადავაქცეროხოთ. ამიტომ ვაგზელებ თამაშს. მე მოვედი რომ მაყურებელს შევთავაზო ახალი შოუ. ჩემით. ასე რომ თამაში ერთი წუთი ვაგძელებთ. ხო. 1000 ლარამდე აუცილებლად. შვენიერი, მაშინ ერთი. ჯერ მოიცადე ერთი წამი. ჯერ 100 ლარი. მაგარი რა იყო თუ იცი 100 ლარი. 50 ლარი მაქვს. 50 ლარი გაქვს 100 ლარზე ვითარდება. კიცინა. კიცინა. კარგი, ეხა დავიწყოთ ერთი წამი და ვსო. ეს თქვი, ხო. სპორტის მოყვარულები დიმა ობოლაძის შემდეგ ეს უნდა თქვა. 1
2 დაიწყები. 3 მიუჰენის ბაიერს იმდენი ვერცხლია გიუდას გაასტრო მეგობრებო. შორინავე გაშურა იმდენჯერ გაიხადა ბიკინის ამოსმაზე ალერგია იწყება. სადაჩენგელეს იმხელა თავი აქვს საქართველოს ვარსკვლავის კონთენტზე მაყურებელი არ ჩანდა სამწუხაროდ, რაც ქართული ოცნების დაპირებები ჩემ ბავშვს წავუკითხე ძილის ზღაპრები მოდიდან გადავიდა. ნიკარავიძე თბილისში ისე გასუქთა რეკორდის გვირაბში ვერ ეტევა თავს ვერ ატევს. ვახო ბიჭიგაში სიმღერა წერია კი არ იპარსავს იშკულკავს. ნიკა მინდა გითხრა. გუშინ ჩემო მეზობელი ისე 10 ლარი არიხებცა. აკაგეწერეთე წოლი ქონდა გაბარსური. შემდეგი ლუკას ზაქარიაძეს რო უყურებ თავი პანაშვიდზე მგონია. გუბასანიგიძე სახინგაში რო შედის ხინკნეს ნაუჭებიდან ცემლები მოდის. სერიო ბერლუსკონი ისეთი მდიდარია ცაზე ვარსკვლავები ისა სურვილი ფიქრები ნიკა ეხლა კი რა მაინტერესებს? თუ მინდოდა ეს ქონოდა. იბოძეთ მოქალაქეა. რა მაინტერესებს თუ ის? ხო გენაცო. ეს რატო გაცვიეთ ეს პობა და რატო ხო, გრუპაზე? აი მაგას ველოდები და ხო არ გამოჩნდა. მე ვარ მეგობრებო. ეხლა ერთი წამი. ეხლა რა ხდება? მე ვარ დამწყები იუმორისტი. დავტოვი ინტრიგა ეს არ შეჭირდება და ადამიანს, ხო? თქვენ ხო გაგეღიმათ? კი ბატონო. ჩვენ მიიღეთ შოუ, თქვენი ხილვა მინდოდა გიგიხილეთ. ეხლა თქვენ აველოდები შეკითხვას, გავაგზავნო თუ არ გავაგზავნო ისა. გიორგი. მომეცინე. განაგებს ძალიან მაგარი ადამიანია. მარტო კიდევაც მიყავს, კიდევაც აფასებს. გავწროებასაც ამბობს და მოვიდე. პულსაც აიღებს. გაგვეცანეთ მოქალაქე? გაგვეცანით გიორგი ვარდესანიძე. საიდან მძანდებით? ლილოდათ. როგორ? ლილო. აჰა. დიახ. გასაგებია. ჟიური წერებო რამე შეკითხო ხომ არ გაქვთ ამ ულამაზეს ადამიანიდან? ლილოში ლელას იცნო. კაცი რა ძალიან არ მოუწევს აქაურ მე გასო. მე სვათაშორის გამანებეთ დაბრუნდი ადგილზე. მე გისმენდი თქვენ სხვადასხვის ისე მართლა ეს ეხლა რა ხდება? შენ გაქვს მილიონი ფერი რომ მოიგო 1000 ლარი და რატო ჩერდები ეხლა ასლა? არ გავჩერდები, მე არ გავჩერდები, ეცე მაშინ არ გავჩერდები. ხო? მოიცადე, არ გავჩერდები. ერთი წელი ეხლა რამდენი წელი ამხელა ნაგლეზე? ამდენი თანხა, ნუ იყურები, ამდენი მაქვს თანხა. 100 ლარი გაქვს და 200 ლარზე უნდა ვითამაშო. კარგი. უკვე სერიოზული მივდივარ. სერიოზული ცვლილებები იქნება შეცვალება. ეხლა უკვე დაფიქრე მართლა სერიოზულად. დაფიქრდი ხო, მართლა. ეხლავე მეგობრებო. მე მაინც ავარჩევ ტკიცინებს. ჯერ არა. ტკიცინები. ჯერ არა. არა. ეხლა რა ხდება? უჩქარო. გონი საკმარისი იყო ჩემი ხუროები მეგობრებო. ანუ წვეთ თამაშს. წვეთ. წვეთ თამაშს. კი ბატონო. გამოდისმენთ მეგობრებო. აპლოდისმენტები. შემდეგ სეზონში ავიცი სასმანე. კი ბატონო, მე უბრალოდ. ხوار დაიჭირ. ძალიან არ არის პრობლემა თუ გინდა. არა იყოს, უფრო უხდება დეკორაციას. ძალიან საინტერესო ადამიანი ბრძანდებით. ხო, ძალიან. აი ასე უფრო გიხდება. კარგია. ამ ხალხად იცი რა უხდება? აი ესე უნდა გააკეთო. აი, სულ სხვა. ამათო კიდე შემათხოვარო, შენა. აი, აი, სულად სპაროდია უნდა ხო. კი ბატონო, კი ბატონო. ეხლა როდესაც სარისო გახდა თამაში. თანხას რაც ოშო. ეხლა ველოდებით თქვენგან გადაეცი 100 ლარი ადამიანს, გადაეცი. დამსახურებული 100 ლარი. აი ეს 100 ლარი. ეს თქვენ 100 ლარი აპლოდისმენტები მეგობრებო. აპლოდისმენტები. გადავივარ და. დაგივარდა კი. კარგი, მეგობრებო, საინტერესო იყო თქვენი ხილვა. გაიხარე. ეთანა თამაში ხდებით მოქალაქე? აპლოდისმენტები გავასწროთ. ჩვენი ქვეყნის სტუმარი სვამბანეთიდან. მინდა უდიდეს მადლობა მოუხადო ნიკა არაბიძეს, თამონა ლეკოიშვილს, რომ გაიგეთ ჩემი ხუროები და აგრეთვე გაეცინათ. მოვიგი 100 ლარი. უფრო მეტი შეიძლებოდა, მაგრამ უკვე სხვა სეზონში შემიძლია გამოვარდნო ჩემი ნიჭი. ამას თავს ეხლა კი ჩემი ვალებს წაუღებ, რომელიც მელოდებიან კულისებში. დიდი მადლობა რუსთავი ორს და ჩვენ ერთმანეთს სხვა პროექტებში შევხვდებით. კარგად იყავით. შემდეგი მონაწილე
გიორგი ხუციშვილი, აპლოდისმენტები. გიორგი ხუციშვილი. დიახ. როგორ მიყვარს თქვენი სიმღერა? აღავდება როცა ნუში. არა. გილოცავთ გომწევს თქვენი გადაცემა და ამიტომ გესტუმრეთ. გაზიაბონია. აქ უნდა გითხო მარტო ხარ თუ ნატო? ნატო ხარ ხო? სიკას როგორ გაიზარდ? ბატონო, მე შეკითხებ თუ არ გაქვს შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. მოგები შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას, ნიკას და უპატიჟებ ხინკალზე. კი. ეს არ უწერია, მაგრამ მომშივდა და უბრალოდ მე ჩავამატე. გასაგებ. ხო, ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ჩემთან წერია, ჯერ არ მომიფიქრებია. ხო და მე მოვიფიქრე. ხო და რამდენსაც მოვიგებ, გენდელა ვფიქრობ მე. აჰა. კარგით, ეს ვიხუმე. ჯერ ნიკა, მე თამუნა და ასე შემდეგ გავაგზავნე. კი ბატონო. მე იტაგდალია რატო ვარ სულ. და სხვანი, ასე შემდეგ. არაბერ. კარგი, დავიწყოთ 1, 2 და 3. ერთი კაცი შედის ტრიკოტაჟის მაღაზიაში. ხალბატონო, საცვარზე რეზინი გამისლა და ერთი ისეთი საცვარი მომიწე სახლამდე რომ იყოს. ამ ხალმაც გადაყოხელი და ეგრე მიაწოდა. ეს კაცი უყურებს, ეს ხო ქალის ბიკინია. რა განსხვავებაა ხალბატონო? სახლამდე ხომ მაინც გეყოფათ. ეხლა ხალბატონო განსხვავებას ამოვიღებ. ბაღაზი დაკეტოს. მეგონი შენ არ იცოდი ნიკოლოზი. კი ვიცოდი. იცოდი. მე ანეკდოტი არ გამწდებია. ძალიან საინტერესო ტყებოდა ეს ადამიანი ამ. მე ფრალზე გამეცი. ფრალს როგორ აკეთებს. ორივე ჯერიდან რო დაიწყო. თან მარცხნიდან თუ საერთოდ. ილოცავ, თქვენ მოიგეთ 50 ლარი კაცი შედის უდავი. შვენიერი შედეგია. შვენიერი შედეგია. მეორე წუთი არის 100 ლარიანი. ვაგზელებთ თამაშს. 50 ლარი გვიყოფა? არ გვიყოფა. ვაგზელებ. ვაგზელებ. აბა რა გითხრათ? ისთვის გააჩნია. 1, 2 და 3. აღმოსავლეთის ერთ-ერთ რაიონში მატყლის გეგმას ვერ აბარებენ. და დაიბარეს მიხო. მიხო, აი ეს ბეწვები, მაინც ბანჯრები ტყუილე გაქვს. მოდი გაგპარსავთო, გაგალამაზებთ და ჩვენს გეგმაში ჩაგვეთოლებავ. ეს მიხო უყურებს და რასამო ჯო ესე უყურებს. არაფერი არ გამოვაო და წავიდა. ნუ ამას რას ველაპარაკებითო, მაროს დაუძახოთო და მაროს უთხრეს ეს შენ იქნას გავალამაზებთ ყველაფერი და მე თანხასაც გადაგიხდით მოგების რაღაც პროცენტებს. კი ბატონო, მიიყვანეს ეს მიხო და გაპარსეს. დგას ახლა მიხო დროაო წახვიდეო სახში ახლა თანხასო სახში მოგართმეთო. არაო. კი ბატონო, მაგრამ უნდა წახვიდეთო ახლა თანხას სახში მოგართმეთო. არაო. რატო? რა ვიციო, იქნებ კიტრის გეგმას ჩაგებარებინათო. გეცადათ. მე არ გამცინებია. მოდი სირო გამეცინა. ისე სტრატეგიულად აქ ანეკდოტები დალაგებული. ყველა არის ერთწუთიანები. კვანტი ყველა ერთწუთიანები. მაგრამ რისკიანად არის მოსული. ვაი არ გეკეცილებს მეორეს ვერ ასწრებს. ერთ თემაზე ყველაფერი. ხო. თქვენ მოიგეთ 100 ლარი. აპლოდისმენტები. მე რჩევას მოგცემთ, რომ ერთი და იგივე თემაზე ანეკდოტები, რა ვიცი, ნიკოლოზ, გაგეცინება მესამეთაც რამე რო იყოს. არ ვიცი. მე ამაზეც არ გამცინებია. იმიტომ ვკითხე ნიკოლოზ. ვაგზელებთ თამაშს. შემდეგი წუთი არის 200 ლარიანი. ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ეს 100 ლარი. კარგად დაფიქრდით. არ ვიცი, რა გავაკეთო. არ დარჩა ანეკდოტები? კი. აბა. ოხრათა მაქვს, მაგრამ რა ვიცი, კარგად დაფიქრდით. კარგად დაფიქრდით. გავრისკავ. გარისკავთ. მომწონს ეს გადაწყვეტილება გარისკვა. 1 აპლოდისმენტები. თავარია დროში ჩავეტიოთ. მოკლედ და სხარტად. 1, 2 და 3. ორსართულიანი კორპუსები მათ ყველას წარმოდგენილი გაქვთ. მინახავს კიდევაც კი? ხო.
და ნუ ახლა ოჯახი ცხოვრობს პირველ სართულზე და ეს გადმოფარებული აქვს ჟესტით, რომ საწვიმე რათო წვიმა არ ჩავიდეს. ერთის დილადრიანათო 6 საათზე ბრაგვანისმის ეს კაცი წამოხდება, რა ხდებაო და გადაიხედავს ძეხვიგდია დაბლა. გავა შემოიტანს რა. მეორე დღეს, მესამე დღეს ეს ხდება დღეობით, კვირობით, წლობით, ნუ ახლა ერთი წელი გადის კინაღამდა. ერთ დღესაც არ არის ბრაგვანი. ამ კაცს ელოდება უკვე, გაიღვიძა. და ადგება და ავა ამ მეზობელთან რა. ხალი აღებს კარებს. ხალბატონო, ეს ერთი წელი რო ყარეს და ოჯახი რო შემიჩინე, ეხლა რა საკეთებო? არ აღწვენიაო? რატო არ ჩამოვიდე ეს ძეხვი? ამ ხალბატონო, ძალიან დიდი ბოდიში უკაცრავა თუ მარაო. ჩემი ქმარი ჩამოვიდაო მილიონებიდან. აბა ეხლა მე შევსწრებ წერებზე რა ვაჭამო? შესვენების დროს მოვა სახში. აი ავყევი ტონალობაში. სამწუხაროდ. სუსტინოტი იყო. ხო, ავიღე ხო? კი. სამწუხაროდ აი, რა ვიცი, მართლა სარისკო იყო 100 ლარი დაკარგეთ. მაგრამ ღირდა, იმიტომ რომ ორი ისეთი კარგი ანეკდოტი მოვისმინეთ, აპლოდისმენტებს იმსახურებს ისაგან. ზით გააგრძელა თამაში. კი ბატონო, მე წეღარ რო ვთქვი, მეორე ტურში რო ვთქვი, რომ ზუსტად 1 წუთზე რო არის გათვლილი ის ანეკდოტები, ჩემი აზრით ეს იყო ცოტა ამას წუთი და ეს იყო შეცდომა და მეორე შეცდომა იყო ის, რომ იგივე თემაზე იყო. ხო, მე ხო ვთქვი ეს. ხო. იმიტომ რომ თამურას მაგალითად არც ერთ ტურში არ მოხიბლა განსხვავება მკიტრმა და კალბასმა. ნუ სამწუხაროდ ესე დამთავრდა. არა უშავს თქვენ აპლოდისმენტებს. იმსახურებთ, კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. მომწონს თქვენი გადაცემა. ძალიან ხალისიანია, სასაცილო. რა ჟიურის წევრები ძალიან მომწონენ. შვენიერი დღე იყო ასე თუ ისე. მოდი შევაჯამოთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა. დავიწყოთ. დაიწყე. კარგით, მე პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა აქ გამოსვლებს და განსაკუთრებით მინდა გამოვყო ტყუპები. შვენიერი ბიჭები. ტყუპები ძალიან კარგი პერსპექტიული ახალგაზრდები. მინდა გითხრათ და აუცილებლად არ შემიძლია არ აღვნიშნო ადამიანი რომელმაც დაიპყრო ადამიანი ხალათში მოდი ესე შევაკოთ ადამიანი ხალათში ადამიანი ხალათში მოდი სახელი აღარ მახსოვს ხო ნუ ეს ადამიანი ალბათ დამეთანხმებით მოქალაქეებო თქვენც რომ იყო განსაკუთრებული და ორიგინალური დათო კონტრაძეს ეხება ალბათ მივხვდი კი ბატონო ბატონი დავითი იყო ძალიან ორიგინალურად წარმოდგენილი დღევანდელ შოუში და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მას წარმოდგენილი დღევანდელ შოუში და ყველგან სადაბედი როგორც მონაწილე როგორც წამყვანმა და ჟიურის წევრმა და აქვე გვატყუებდა კიდე 50 ლარში დააგდო მაგრამ დავინახე ბოლო მომენტში ნამდვილად დავით თამურა რა სიტყვი მეც კმაყოფილი ვარ გავერთე კიდე ვიქნები ალბათ ერთსული მაგ როდის მოვალ მეორედ დიახ და გავერთო კიდე რა ვიცი აი მეც ტყუპებს გამოვყოფთ იმიტომ რომ დამამახსოვრდა ისეთი ახალგაზრდები არიან კიდე შეუძლიათ რომ მეტი გააკეთონ ალბათ და თუ არ დამიტოვო სამტრედია ხო ჯერჯერობით იქ რო ცხოვრობს და სამტრედიელი დათო ლოყაზე ტუჩებით შვენიერი დღე იყო მე მინდა ყველა გამოვყო იმიტომ რომ ყველას ეყო გამბედაობა და დამიჯერეთ გამბედაობა საჭირო რომ თქვენს წინაშე აი აქ სცენაზე დადგე და გაბედო და გაგაცინო ეგ ძალიან დიდი გამბედაობა ამისთვის საჭირო ამიტომ აპლოდისმენტებს იმსახურებენ თითოეული მონაწილე ნამდვილად მე კი მინდა ვთქვა რომ ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით ყველას ძალიან დიდი მადლობა ხომ ხედავთ ძალიან ადვილია მოხვიდეთ წითელი ხალათი შემოიგდო აქ ცოტა წაიტყაპნო და 100 ლარიც კი წაიღო ასე რომ მიბაძეთ დავიც მოდით გაგვაცინეთ გაგვაღიმეთ ადგილი წამართვით ადგილი წაართვით ყველაფერი ქენით და წაიღეთ ჩვენი გადაცემიდან ფული ვნახოთ ერთ კვირაში შევხვდებით ვინ რას წაიღებს ვნახოთ ჩემი მეგობრის გოგო ისეთი კოჭია პირველ ღამე დანგრაძე ყავდა შეღენებული. ძირფეთ ხოიტინით მაგრამ ასე მომი ვაგარში ნამოთონდა მე მომიჩო. შეხონება კიდევ მეგობრის წავა აგინებ ბატონო რა გიყოთ? ოფსაბით შეგიძლიათ? დაიყოთ კრედი კუთვნილი. შემდეგი მინიატურა და თათუთაშხია ჯდება სკამზე. სავარცხლის უფროსი.
რა ქენი პრუჟუნა ეს